როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები ახლო მომავალში? მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს გავშლით ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი, ამ ულამაზესი დასტით. ეს არის ჩემი ყველაზე ძვირი დასტა და ერთ-ერთი საყვარელი, იმიტომ რომ მასთან მუშაობა ძალიან სპეციფიური არის. ყველა საკითხზე ნამდვილად ვერ გავშლით ამ დასტის მეშვეობით და მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები მომდევნო მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. თქვენით ჩაიფიქრეთ ვადა, მაგრამ არა უმეტეს 2 თვისა. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ 1 კვირა, 2 კვირა, 10 დღე, 1 თვე, თვენახევარი, მაგრამ 2 თვეზე მეტი არ ჩაიფიქროთ, ხო? შევთანხმდით. მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დავარიგებ ახლავე ვარიანტებს. 2 ვარიანტი გვეყოლება ჩვენ. როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები და როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. ესე იმედი მაქვს, კარგად ჩანს ორივე ვარიანტი. იცით, ქვების ნაცვლად დღეს მინდა რომ ცოტა სხვა რაღაც გამოვიყენო და პირველი ვარიანტი გვეყოლება ასეთი ფისუნია, მოდით, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი გვეყოლება ასეთი საყვარელი ბუ. აირჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით, რომელი არკანი ან რომელი ფიგურა. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ და პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ვინც ამოირჩია ფისუნია. ნახოთ თქვენი ფინანსები როგორ განვითარდება. და აქ ამოვიდა ხმლების 8-იანი. პირველ რიგში მეგობრებო, ახლა აშკარად არის გარკვეული სირთულეები თქვენს რეალობაში, თქვენს ფინანსებში, მაგრამ იცით აქ როგორ სიტუაციას ვხედავ. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მუშაობთ თუ არ მუშაობთ, აქ აშკარად იგრძნობა, რომ რაღაც გარკვეული დარდები გაქვთ ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე იგრძნობა ისიც, რომ გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ძალიან დიდი ალბათობით გაუაზრებლად, თქვენ თავად იბლოკავთ ფინანსურ წარმატებას. ზოგადად ფინანსური ენერგია არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი წუწუნა კაპრიზული ენერგია, რომლის მართვაც ძალიან რთული არის, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არა და ასევე ფინანსებთან დაკავშირებით ძალიან მარტივი არის საკუთარი თავის ნეგატიურად ჩამოპროგრამება, ზოგადად ნეგატიური პროგრამების ქონა ფინანსებთან დაკავშირებით და თქვენში თითქოს არის ეს რაღაც გარკვეული ნეგატიური პროგრამები. ნახოთ აბა რას ეხება ეს პროგრამა პირველ რიგში. რას ახეს პროგრამა არის? ნულოვანი არკანი და არკანი თასების რაინდი. როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები, აბა? გეტყვით ახლა ყველაფერს, თავისითგან მოტრიალდა პენტაკლების 9-იანი. მოგვარდება თქვენი ფინანსური პრობლემები. პირველ რიგში, ხო, დაგამშვიდებთ იმით, რომ თქვენი ფინანსური პრობლემები აუცილებლად მოგვარდება. აქ ცოტა ისეთი რაღაც არის გამოსახული, რომ უნდა დავაფარო, მაინც ყოველი შემთხვევისთვის. და რა სიტუაციას ხედავ აქ? პირველ რიგში მე როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, აქ თქვენში არის გარკვეული ნეგატიური პროგრამა, გაუაზრებელი და ეს პროგრამა არის დაფუძნებული თქვენს ემოციებზე. ზოგადად ადამიანები, რომლებიც ხელოვნებით შეულობენ ფულს, თუნდაც შეიძლება ჩემი კოლეგები მიყურებდნენ ახლა, ხო? მაგიაც ხომ ენერგიების მართვის ხელოვნება არის. ასეთ პროფესიებში მაგალითად ყოველთვის რთული არის ბალანსის შენარჩუნება ემოციების გამო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც არის დამოკიდებული შენს განწყობაზე, შენს ხასიათზე, უკაცრავად, მაგრამ ადამიანი ყოველთვის ბედნიერი ვერ იქნება და მეცაც ვიტყვი, არც უნდა იყოს. ეს არ არის ბუნებრივი, როდესაც ადამიანი ყოველთვის გახარებული არის, ეს შეუძლებელია და რა ენერგიებს ხედავ აქ?
ნახეთ, აქ თქვენ იბრკოლებთ ფინანსურ ენერგიას თქვენი გარკვეული შფოთვებითა და თქვენი შიშებით ფინანსებთან დაკავშირებით. აქ მოდის ძალიან ინტენსიური შიშები, მეგობრებო და რაღაც ისეთი ბლოკი მოდის, რომ აი არ ვცდი, მაინც არ გამომივა. მოდი ჯობია არ ვცადო, მაინც არ გამომივაო. აი რაღაც ასეთ ფიქრებში გხედავთ პერიოდულად. და ეს გიშლით ხოლმე ხელს ფინანსების კუთხით, მაგრამ კარგი ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ამ ენერგიებისგან უკვე გამოდიხართ. ნელ-ნელა თქვენი ენერგიები ნახლდება, გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან და შეხედეთ პენტაკლების 9-იანში გადადიხართ, სადაც თქვენს რეალობაში შემოდის ფინანსურ მატერიალური კეთილდღეობა, 9-იანი ასევე არის მატერიალური ასპექტების ზრდა, ძალიან დიდი, ხმლების ტუზი, ანუ შემოდის აქ ახალი ინფორმაცია, ახალი ცოდნა, მეგობრებო, ძალიან დიდი ალბათობით რაღაც ახალს ისწავლით, მაგრამ აი შიშებთან დაკავშირებით შიშები ძალიან ბევრი იგრძნობა და შიშების კუთხით აქ იქნება კიდევ პროვოკაციები და შიშების კუთხით უნდა იყოთ ფრთხილად და უნდა დაამუშაოთ ისინი. გახსოვდეთ, რომ შიშები არის ილუზია, იმიტომ რომ შიში არ არსებობს. ხვდებით ხომ? ის რისიც გეშინიათ, არ არსებობს. გასაგები არის, რომ გვეშინია, რომ არ ვიცი, ქირას ვერ გადავიხდით, იმას ვერ გავაკეთებთ, ამას ვერ გავაკეთებთ. მიეცით საკუთარ თავს იმის საშუალება, რომ ეს შიშები გამოუშვათ. მაგრამ ასევე დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვების, საიდან მოდის ეს შიშები, იმიტომ რომ შესაძლოა სხვა ადამიანებისგან მოდიოდეს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ თქვენზე, ხო და ამ ადამიანებს სჭირდებათ, რომ წავიდნენ თქვენი რეალობიდან სამ მხიარულ ასზე. კიდევ დავამატოთ არკანები, როგორ განვითარდება პენტაკლების 6-იანი, კი ბატონო, გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან, გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან, მეგობრებო, გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან ძალიან მალე. უბრალოდ ამას ცოტა დრო შეიძლება დასჭირდეს ზოგი თქვენგანის შემთხვევაში. საკუთარი თავის დამუშავება, როგორც უკვე გითხარით და დახმარება იქნება ძალიან დიდი ალბათობით კონკრეტული ადამიანისგან, გვერდში დგომა ან ფინანსური, ან გვერდში დგომა, იცით რა კუთხით? კონკრეტული ადამიანი დაგეხმარებათ მაგალითად სამსახურის პოვნაში ან სადღაც აგიყვან. შესაძლოა მაგალითად უფროსმა დაგაწინაუროთ, ხო? ან რაღაც ასეთი სიტუაცია მოხდეს. მაგრამ აქ იქნება დახმარება გვერდში დგომა კონკრეტული ადამიანისგან და ეს გვერდში დგომა, ეს დახმარება აუცილებლად უნდა მიიღოთ თქვენი ფინანსების კუთხით. გასაგები არის ყველასთვის ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ თქვენი პრობლემები აუცილებლად მოგვარდება. მოგვარდება თქვენი პრობლემები და დასტის ბოლოს ყავს ასეთი ჯვრების დედოფალი. თქვენ აუცილებლად გამოგივათ, რომ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს ფინანსების თვალსაზრისით. აუცილებლად გამოგივათ. უბრალოდ ამათ ცოტა დრო სჭირდება. და დამოკიდებულების შეცვლა, იმიტომ რომ ახლა ძალიან ბევრი შიშები და შფოთვები არის. ენდეთ თქვენს ინტუიციას, ასევე ვიტყოდი. ენდეთ ინტუიციას. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. ძალიან დიდი მადლობა და მოდით გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ბუ, ვინც ამოირჩიეთ და პენტაკლების 4-იანი. ნუ აქ ჩანს სტაბილურობა, სიმყარე. თუ აქამდე იყო ფინანსური უსტაბილურობა, არასტაბილურობა, გაურკვეველი სიტუაციები, იყო ისეთი შეგრძნება, როდესაც ფული ხან არის, ხან არ არის გაურკვევლობები, ეს სიტუაცია აუცილებლად მოგვარდება და თქვენს რეალობაში ნელ-ნელა შემოვა აუცილებლად ფინანსური სტაბილურობა და სიმყარე. თუ თქვენ არ გაქვთ სტაბილური სამსახური, სტაბილური შემოსავალი, ესეც აუცილებლად მოგვარდება. და მოდით დავიწყოთ, ნახოთ აბა როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები. ისე მსგავსი არკანები ამოვიდა, მეგობრებო. შეხედეთ, პირველ რიგში გეტყოდით იმას, რომ აქ ძალიან ისეთი კარიერული წინსვლის არკანები ამოვიდა. შეხედეთ, ისევ ნიღბების დედოფალი, ანუ კვერთხების დედოფალი ამოვიდა ისევ.
პენტაკლების დედოფალიც, ასევე ორი დედოფალი ყავს და არკანი მთვარე, მეგობრებო. და ნახეთ, აქაც იგრძნობა რაღაც გარკვეული შიშები, მაგრამ ასევე მთვარე გვეუბნება იმის შესახებ, რომ თქვენთვის რჩება ენდოთ ინტუიციას. და ნახეთ, როგორი სიმბოლური არის. ბუა მოირჩეთ თქვენ ენდეთ ინტუიციას, ენდეთ თქვენს ცოდნას, იმიტომ რომ ახლა ყველაზე კარგად ვინც გეუბნებათ, სად უნდა ეძებოთ თქვენი ფინანსური ენერგია, სად უნდა წახვიდეთ და რა უნდა გააკეთოთ, რა უნდა მოიმოქმედოთ თქვენი ფინანსური ენერგიისთვის, ყველაზე კარგად ამის შესახებ თქვენ გეუბნებათ თქვენივე საკუთარი ინტუიცია. კიდევ დავამატოთ არკანები, აქ დიდი ალბათობით იქნება როგორც მინიმუმ კარიერული გამყარება თუ არა კარიერული ზრდა. სამწუხაროდ აქ ყველას ვერ შეგპირდებით ამას, იმიტომ რომ ბევრი თქვენგანის შემთხვევაში აქ იქნება უბრალოდ კარიერაში მეტი სტაბილურობა, მაგალითად თუ თქვენ გაქვთ სამსახური, თუ თქვენ მუშაობთ აქ, თქვენი შემოსავალი გახდება უფრო სტაბილური, მაგალითად ბონუსების კუთხით მეტი სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებთ, ხო? ზოგი თქვენგანის შემთხვევაში კი ბატონო აქ ზრდაც ჩანს, მაგრამ უმეტესობასთან სამწუხაროდ აქ უფრო გამყარება ჩანს ფინანსური ენერგიის. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები. პენტაკლების რაინდი. და თასების რაინდი. ნახეთ, თითქოს ახლო პერიოდში თქვენთვის ამდენად მნიშვნელოვანი არ იქნება ფინანსები. ანუ ფინანსების კუთხით იქნება თქვენს რეალობაში მეტი სიმშვიდე, იმიტომ რომ უფრო თითქოს იქნებით კონცენტრირებული იმაზე, რომ გვერდში დგომა მიიღოთ კონკრეტული ადამიანისა თუ ადამიანებისგან. აი რაღაც ასეთ მდგომარეობაში გხედავთ. და ფინანსების კუთხით აქ ვერ ვხედავ რაღაც გარკვეულ მინუსებს. თავარი არის, მოდით შევაჯამებ, თავარი არის ის, რომ ცუდი არაფერი არ მოხდება. პირიქით აქ იქნება თქვენი გასტაბილურობა. თუ თქვენ მაგალითად მუშაობთ კლიენტებზე და კლიენტების რაოდენობაზე, აქ კლიენტების სტაბილურობა შემოვა აუცილებლად თქვენს რეალობაში, შემოვა თქვენს რეალობაში კლიენტებისგან მეტი სიმპათიები, მეტი აღიარება, ხო, ვისაც რაღაც მსგავსი პრობლემები გქონდათ. აუცილებლად შემოვა მეტი სტაბილურობა კლიენტების კუთხით, მოგემატებათ კლიენტები, არ იდარდოთ ამაზე. ხოლო ვისაც ბჭყალებში ჩვეულებრივი სამსახური აქვს, ანუ არ ხართ დამოკიდებული კლიენტებზე, აქ უბრალოდ გასტაბილურობა იქნება, გასტაბილურება და მეტი თავდაჯერებულობა თქვენს საქმეში, თქვენს ცოდნაში. სულ ეს არის მეგობრებო, მოდით კიდევ ერთ არკანს დავამატებ მეორე ვარიანტისთვის. არკანის სიკვდილი. თასების მეთქი, ხმლების პაჟი. ახალი ინფორმაციები, ტრანსფორმაციები. ახლო წარსულში მეგობრებო, ვისაც გქონდათ პრობლემები სამსახურთან, ვინც დაკარგეთ სამსახური, ან ვისაც გაქვთ რაღაც ისეთი შიშები, რომ ვერ იპოვით სამსახურს ან რაღაც მსგავსი, ეს ყველაფერი დაიწყებს ნელ-ნელა მოგვარებას. და თქვენს რეალობაში შემოდის ახალი ცოდნა, ახალი ინფორმაციები, ძალიან დიდი ალბათობით რაღაც ახალი ტრენინგები, რაღაც ახალი ინფორმაციის მოძიება, რაღაც ახალი მეცადინეობები მოგიწევთ და რაც მთავარია თასების 10-იანი მეგობრებო. დატკბებით თქვენ ამ პროცესით და ეს არკანის სიკვდილი, ზოგადად ტრანსფორმაცია ხშირ შემთხვევაში არის ძალიან მტკივნეული და არასასიამოვნო, მაგრამ ამ შემთხვევაში ტრანსფორმაცია მოდის პირიქით ძალიან დადებითი ემოციებით. ეს ხდება იშვიათად, მაგრამ ძალიან დადებითი ემოციებით ხდება, როდესაც თქვენ პირიქით ტკბებით ამ პროცესით. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები, ნახვამდის. ნაყოფიერით რომ